მისი არსი ჩადებულია კითხვაში. რა არის? საზრისის ფუნქცია უფრო ღრმა და მნიშვნელოვანია. იგი როგორც აღინიშნა, არის ადამიანის ცხოვრებაში მოვლენის სოციალური დანიშნულების მაჩვენებელი. საზრისის რაობის გასაღები უნდა ვეძიოთ კითხვაში. რისთვის? რისთვის აი ეს საგანი? რისთვის შვილი, ოჯახი? რისთვის მეგობრობა? რისთვის სიყვარული? რისთვის სწავლა, შრომა და ასე შემდეგ. ყველა ეს კითხვა უკავშირდება ადამიანური ყოფიერების ყველაზე ძირითად საფუძველს. ამიტომ საზრისის იმპულსი იქიდან მოედინება. საზრისი ადამიანის, მისი ცხოვრების, დანარჩენ სამყაროსთან დაკავშირების უნივერსალური წესია. იგი ბუნების საგნების, კულტურის სფეროში შემოტანის გარკვეული საშვია. როდესაც საგანი შეიძენს გარკვეულ საზრისს, კულტურის ელემენტად იქცევა. ხოლო რასაც არ გააჩნია არავითარი საზრისი, იგი ადამიანისათვის როგორღაც არ არსებობს. მის არსებობას ადამიანი ვერ ამჩნევს. ამიტომ კულტურის სფეროში ყველაფერი საზრისიანობით არის შეფერილი. კულტურის საგნის გაგება ნიშნავს მისი საზრისის დადგენას, მის საზრისში წვდომას. უკვე ითქვა, რომ მიზნებისა და საშუალებების იერარქიაში ცხოვრება უმაღლესი მიზანია. ამიტომ ყველაფერი, რაც მასში შემოვა, შემოდის საშუალების სახით. მაგრამ ეს შემოსვლა არ არის უშუალო და მექანიკური ხასიათის. ცხოვრებაში საგნის შემოსვლა როგორც საშუალებისა, ცხოვრების როგორც უმაღლესი მიზნის მიერ საშუალების გამართლება. ცხადია, აქ მსჯელობა არ ეხება მიზნის მიერ საშუალების გამართლების მაკიაველისეულ მორალურ ან სამართლებრივ გაგებას. მიზანი ამართლებს საშუალებას. არამედ ამ გამართლების ონტოლოგიურ ასპექტს. ესე იგი, ამ საშუალების მიერ საზრისის შეძენას. ამიტომ ყველაფრის საზრისი საბოლოო ჯამში ცხოვრებასთან მიმართებაში დგინდება. კითხვა, რისთვის ცხოვრება? ცხოვრების საზრისის საკითხი. კულტურის ყველა სხვა საგნების საზრისი გენეტიკურად ცხოვრების საზრისთან არის დაკავშირებული. ხოლო თვითონ ცხოვრების საზრისი, ცხოვრების როგორც საშუალების, ცხოვრების უმაღლეს მიზანთან მიმართებაში დგინდება. ამიტომ ცხოვრების საშუალებად გამოყენება ცხოვრებამ, როგორც უმაღლესმა მიზანმა უნდა გაამართლოს. საბოლოო ჯამში ესაა ცხოვრების თვითმიზეზობრიობის და თვითმიზნობრიობის გამართლება. შემდეგი კატეგორია, რომელზეც ჩვენ ვიმსჯელებთ, გახლავთ სიმბოლო. კულტურის ცნების განსაზღვრებისას ჩვენ ვთქვით, რომ მთლიანი კულტურის სფერო გაფორმებულია სიმბოლოთა სისტემაში. აქედან გამომდინარე, სიმბოლურობა კულტურის აუცილებელი, განმსაზღვრელი ნაწილია. არ არსებობს კულტურა სიმბოლოს გარეშე. ამიტომ აუცილებლად გაიცეს უნდა პასუხი კითხვაზე, რა არის სიმბოლო და რა ადგილი უჭირავს მას კულტურაში. ტერმინი სიმბოლო ბერძნული ენიდან მომდინარეობს და ნიშნავს შეერთებას, შედარებას, შეთანხმებას. ესე იგი, რაღაც ისეთ მოშუალე რგოლს, რომელიც აერთებს ორ განსხვავებულ განსაზღვრულობას. მართლაც სიმბოლოს არსებობას აზრი არ ექნებოდა ერთადერთ სინამდვილესთან რომ ქონოდა საქმე. ბერდიაევი იმოწმებს პლოტინს, რომლის მიხედვით სიმბოლო არის ორის გაერთიანება ერთში. უკაცრავად, თავადაც აღნიშნავს, რომ
სიმბოლო არის ხიდი ორ სამყაროს შორის. ესე იგი, სიმბოლო ერთის მხრივ ორი სინამდვილის არსებობაზე მიგვანიშნებს, მეორე მხრივ მათ შორის გარკვეულ კავშირზე. როგორც უკვე ვთქვით, უნივერსალური თვალსაზრისით სამყარო ერთია, მაგრამ იგი კონკრეტული ადამიანისათვის ორი სამყაროს სახით წარმოსდგება. ერთი ნატურა, ბუნება, მეორე კულტურა. ბიოლოგიაში ცნობილია, რომ ცოცხალი ორგანიზმი საკვების სახით მიღებულ ნივთიერებებს, ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს უშუალოდ კი არ ითვისებს, არამედ ჯერ დაშლის გარკვეულ მიკროელემენტებად და მხოლოდ ამის შემდეგ ახდენს მათ ხელახალ სინთეზირებას საკუთარი ორგანიზმის ნივთიერებად. დაახლოებით მსგავს პროცესს აქვს ადგილი ნატურისა და კულტურის ურთიერთობაში. შეუძლებელია ბუნების საგნის შემოტანა კულტურის სფეროში მისი კულტურის ენაზე თავისებური თარგმნის გარეშე. კულტურის ასეთი უნივერსალური ენა სწორედ სიმბოლო გახლავთ. პლოტინის მიერ ნაგულისხმევ იმ ორში, რომლებიც სიმბოლოში არიან გაერთიანებული, როგორც ერთში. პირველია ყოფიერება, მეორე საზრისი, ცნობიერება. კულტურა საგნისა და საზრისის, მატერიალურისა და სულიერის კონკრეტული მთლიანობა, ხოლო მისი გამოხატვის ფორმა გახლავთ სიმბოლო. იგი არ არსებობს რეალურად, როგორც ბუნების საგანი. სიმბოლო არც საგნების რეალური ნიშანია. რეალურად არსებობენ მატერიალური საგნები საკუთარი ნიშნებით. მეორე მხრივ, სიმბოლო არ არსებობს არც მატერიალური საგნის გარეშე. ამიტომ მატერიალური საგნები იქცევიან სიმბოლოების მატარებლად. აქედან სიმბოლო საგნის საზრისის გამოხატვის ფორმა. კულტურული საგნის შემეცნება საგნის გაგებაში ხორციელდება. გაგება საგნის საზრისში წვდომაა, ხოლო სარკმელი, რომლის მეშვეობითაც საზრისის სფეროში შეგვიძლია შეღწევა, სიმბოლოა. სიმბოლო არ უდრის ნიშანს. როგორც უკვე ითქვა, ნიშანი ან უშუალოდ საგანს მიეწერება, ან მისი საკუთრება, ან მისი აღმნიშვნელია. ნიშანი, რომელიც უშუალოდ საგანს მიეწერება, არაფრით გავს სიმბოლოს. რაც შეეხება საგნის აღმნიშვნელ ნიშანს, შეიძლება მოინახოს მათ შორის გარკვეული მსგავსება იმიტომ, რომ ორივეს ქმნის ადამიანი. ესე იგი, ორივე კულტუროლოგიური მოვლენაა. პავლოვის ფიზიოლოგიურ მოძღვრებაში ნიშანსა და სიმბოლოს შორის საერთოა ის, რომ ორივე სიგნალის ფუნქციას ასრულებს. მაგრამ ამავე მოძღვრების მიხედვით, ნიშანსა და სიმბოლოს შორის უდიდესი თვისებრივი სხვაობაა.